ვეღარ გაჩავთ, აღარ იცით რა ქნათ და ასეთ უაზრო ვიდეოებს იღებთ. ვენი გწერს. მოდით თან მეიკაპს გავიკეთებ. ეს ჩემო შულმა კალბატონმა მარიამ ლამაზმა დამიყენოთ მოდა. უკნიდან ახლა სარკიდან სარკეში შევხედე. It's okay, ნორმალად არის, ხო? და თან ვუპასუხოთ, მოდი, ამ კალბატონია თუ ვაჟბატონია თუ ვინც არის, ვუპასუხოთ. აქვე რაშია? მესმის რომ შეიძლება ამაზე არ დაფიქრებულა ბევრი, ხო? მაგრამ მინდა რომ ჩაგაფიქროთ. მე 2014 წლიდან მოღვაწეობ საქართველოში. ესე იგი, ფსიქოლოგია და კოუჩინგი შესწავლა და ფსიქოლოგიური კოუჩინგური მომსახურება, დახმარება, სესიები, კონსულტაციები, ტრენინგები, სემინარები და ასე შემდეგ, ხო? და 2014 წელს თქვენ წარმოიდგინეთ, TikTok-ი კი არა. Facebook-ზე მხოლოდ ფოტოს დადების საშუალება იყო და მეტი არაფერი. ფოტო და ტექსტი. ჯერ არ იყო მესენჯერი, მე დაემატა, ჯერ არ იყო ვიდეო ჩანაწერები, არ იყო, ეგ აღარც კი მახსოვს, მაგრამ ზუსტად მახსოვს, რომ ლაივის გაშვების ფუნქცია მაგალითად არ იყო. ხო და ერთი სიტყვით, რატომ გიყვებით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ტექნიკური მოცემულობა ძალიან სწრაფად იცვლება უკვე 21 საუკუნეში და ამ ტექნიკურ მოცემულობასთან ერთად ვიცვლებით ჩვენ როგორც პიროვნებები, ადამიანები და როგორც ამა თუ იმ მომსახურების, პლატფორმების, სოციალების მომხმარებლები. და 2014-ში რომ დავიწყე, ონლაინ დავიწყე, ყველაფერი ყოველთვის ონლაინ, იმიტომ რომ მე ბევრს მოგზაურობ, ხარობელ ქვეყანაში ვცხოვრობ, ხარობელში და ძალიან მოსახერხებელია ეს ჩემთვის, ასევე ძალიან მოსახერხებელია იმ კუთხით, რომ ჩემს ხასიათს ემთხვევა, მე ერთი და იგივე რაღაცა, ბევრჯერ რომ მოვყვე, ერთი და იგივე ლექცია ჩავატარო, 10 ჯერ, 100 ჯერ, ვთქვათ, როგორც ეს სხვა ლექტორებს შეუძლიათ. მე მესმის რომ ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად არის მესმის ეს აუდიტორიაზე, მსმენელებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, მაგრამ თემა ერთია და ეს უნდა ახსნა, ხო? მაგალითად, პროექციების ფენომენი, ან ჩრდილის ფენომენი ფსიქოლოგიაში, ან მაგალითად, growth ტექნიკა coaching-ში. ერთი ფაბულაა რა და ეს ყოველ ჯერზე ყოველ ახალ ნაკადს უნდა აუხსნა. ხო და მე ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ეს არ მიყვარს, ძალიან მალე მწყინდება. ძალიან უინტერესოა ჩემთვის ერთი და იგივეზე საუბარი. შესაბამისად, სულ მუდმივად ვსწავლობ, იმიტომ ძალიან მიყვარს ეს ჩემი პროფესია, ძალიან მაინტერესებს ადამიანის შესწავლა, ადამიანის ფსიქიკის, ადამიანის პიროვნული და სულიერი ზრდა და სულ სწავლაში ვარ, ესე იგი, სულ ახალი ინფორმაციის მიღებაში ვარ, როდესაც რაიმე ოფიციალურ კურსზე არ ვარ, მაშინაც კი YouTube-ზე ღია ლექციებს ამა თუ იმ სპიკერისა, უცხოელ სპიკერებზეა საუბარი, ვუსმენ. და რაც ძალიან მიყვარს და რაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. რეალურად ეს ხდის ჩემს ცხოვრებას საინტერესოს, ჩემთვის საინტერესოს და ჩემს თავს უგროვდები, ჩემს თავში ახალ რაღაცებს აღმოვაჩენ, ტესტავ, ვიაზრებ და ამით ვარ ძირითადად დაკავებული. მე რაც ჩემზე კარგად მუშაობს, იმას ვუზიარებ ჩემს მსმენელებსაც, ჩემი კურსების მონაწილეებსაც, ჩემს სტუდენტებსაც და აი უდიდესი სიამოვნება და ინტერესია ეს ჩემთვის. ხო და თქვენ წარმოგიდგენთ ახლა არიან ადამიანები, ვინც ერთხელ ერთი რაღაცა ისწავლა, ხო? და ერთი, რა ვიცი, მომდევნო 5 წელი ამ ერთი და იგივე რაღაცას ხვება. კი, ბევრი რამე იცვლება, მაგრამ ბევრი რამე უცვლელი რჩება და არის იმის საშუალება, რომ ერთხელ ვისწავლე რაღაცა პროგრამა შევქმნი, ჩემს კოლეგებზე ვსაუბრობ. და ამ პროგრამას დრო და დრო ვყიდი და ასე შემდეგ. მე ეს არ შემიძლია, იმიტომ რომ ეს ახალი ინფორმაციას რო ვიღებ, გადავამუშავე, ჩავაშენე ჩემში, უნდა გავწე. ასეთნაირად ვარ მოწყობილი, ეს ჩემ თავზე უკვე დიდი ხანია და ძალიან კარგად ვიცი. ხო და ამის გამოც ამ ერთი და იგივეს მოყოლა ჩემთვის იქნებოდა დასჯა, როდესაც ამდენი რამე ახალი იცი, ისევ ის ძველი 10 წლის წინ ვისწავლე და 20 წლის წინ ისევ იმაზე უნდა ილაპარაკო. არა და ვერა უქცევ გვერდს, იმიტომ რომ ეს არის ფსიქოლოგია, ეს არის ფსიქოლოგიის საფუძვლები, ეს არის კოუჩინგის საფუძვლები და თუ ადამიანს ეს არ ასწავლე, ისე დანარჩენს ახალს ვერ ისწავლი. მე თვითონაც ამ ახალს ვერ შევისწავლიდი, თუ არა ის ფუნდამენტალური საფუძველი, რაც თავდაპირველად აუცილებლად ყოველი ჩვენთაგანისათვის მნიშვნელოვანია, ხო? ხო და აი საოცარი გამოსავალი არის იმ მხრივაც, რომ არ იყო რაღაც ერთ კონკრეტულ ადგილას მიბმული, ეს ონლაინ მუშაობა და მეორე მხრივად ის, რომ ერთხელ ჩავიწერ და მე მომდევნო 3 წლის განმავლობაში, 3 წელიწადში ერთხელ ვაახლებ ხოლმე მაინც.
თუნდაც აი იმ ფუნდამენტალურ საფუძვლებს, რაც ხო, მიხდით რაზეც ვსაუბრობ, ხო? განახლება და 3 წელი, აი ეხლა 4 ნაკადი მიმდინარეობს. ეს არის MAP კონსულტანტი, არა მეტი. MAP კონსულტანტის კურსი, ეს არის ლილოლოგიის კურსი, ეს არის კოუჩინგის 27 ნაკადი, კოუჩინგის, ტრანსფორმაციული კოუჩინგის 27, 22 და კოუჩინგის საფუძვლების მეორე მოდული ICF-ის აკრედიტაციით, რომელიც არის თქვენ იცით, ხო, რომ ჩვენს კურსებს, ჩვენს აკადემიას აქვს 2 საერთაშორისო, 2 რა კარგად გიჩვენეთ, 2 საერთაშორისო აკრედიტაცია, ეს არის ბრიტანული CPD აკრედიტაცია და ეს არის ამერიკული ICF-ის აკრედიტაცია, რაც ხარისხზე და აქტუალურობაზე მეტყველებს და რაც საშუალებას იძლევა, რომ თქვენ როცა ამთავრებთ ჩვენს კურსებს, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ამ სერტიფიკატით იმუშაოთ. ხო, ყველაფერი იცვლება თქო და სულ სხვა მოცემულობა იყო მაშინ და სულ სხვანაირად მუშაობდით. მე Facebook Live-ები გაჩნდა და შესაბამისად შეიცვალა ძალიან მიდგომა და საშუალებები და ეხლა როცა გაჩნდა Reels-ები Instagram-ის შემოსვლასთან ერთად და მით უმეტეს TikTok-ის შემოსვლასთან ერთად Reels-ები და ეს მოკლე პატარ-პატარა ვიდეოები, ხო? და ეს იმ ხელაზე გავლენას ახდენს ჩვენზე, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. ადამიანების ყურადღება თუ კი ადრე ადამიანს შეეძლო დამჯდარიყო და რაღაცა დიდი ვიდეო ეყურებინა, ეხლა როდესაც სკროლავს, ხო, იმას ვიცით ახლა რომ ყველა დრო და დრო სკროლვით ვკავდები. ვიღაც უფრო ხშირად და მეტი რაოდენობით, ვიღაც უფრო ნაკლებად, მაგრამ ფაქტია რომ ეს ასე ხდება. და ყურადღება ძალიან მოკლეა. და თვითონ ფორმატი სულ სხვანაირია, რაღაცა გასართობი, საღლაფუცო, სახუმარო და ამით აინტერესებ ადამიანს და თუ ამ ღლაბუცისა და ხუმრობისა და გართობის გარდა კიდევ რაღაც შეგიძლია რომ შეთავაზო, ამას ნელ-ნელა აი ასე პატარ-პატარა დოზით. ოკეი, ჯერ ღლაბუცის ვიდეო შეხედეთ, აი შენ დააკვირდით, რამხელა გამოხმაურება და რამდენი ნახვა აქვს და რამდენი კომენტარი და გაზიარება აი ამ ღლაბუცის ვიდეოს და რამდენი თქვათ რაღაცა სიბრძნეს იწვევისას რომ ვაფრქვევ და რაღაცა მნიშვნელოვანს და ესეთ ფსიქოლოგიურს ღრმას რომ გიყვებით. საბდადეთ ამიცა ღმერთი ჩემ. სწორედ ამიტომ ეს ცვლილებები რომ ხდება, ტექნიკური ცვლილებები, სოციალების და პლუს ადამიანების აუდიტორიის ცვლილება რომ ხდება ჩემი ცვლილებაც როგორც სპიკერისა, ჩემი ცვლილება კი არა, ჩემი შეთავაზების შეფუთვა სულ სხვანაირად ხდება. და ეს ამართლებს და ეს ძალიან კარგად მუშაობს. ამ კომენტარის ავტორს მინდა რომ ვუთხრა რომ მე რომ აქვს კონტენტი, ჩემში რომ არის ინფორმაცია და სიღრმე, ბარე ალბათ ერთი 10 კი არა, კაი 100 კაცს ეყოფოდა საშუალო სტატისტიკურს. ცოდნა ინფორმაციის დონეზე, მაგრამ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ ჩემში გატარებული, ჩემს გამოცდილებაში და პრაქტიკაში დანერგილი საკუთარ თავზეც და ჩემს აუდიტორიასთანაც. და მეორეს მხრივ, იმდენი მაქვს ნანახი, იმდენგან ვარ ნამყოფი, იმდენი რამე მაქვს განცდილი და გამოვლილი, რომ ასევე, კაი, ამ შემთხვევაში 100-ს არა, მაგრამ საშუალო სტატისტიკურ 10-დან 20 ადამიანამდე ეყოფოდა. ჯერ მარტო რამდენი სახლში ვარ ნაცხოვრები, მისული და ცოტა ხანი გაჩერებული კი არა, ნაცხოვრები, რა ვიცი, ანუ 25-მდე ავიდოდიებ. ხო და ჯემოძვირფასებო, მე მესმის რომ ყველა თავისი საზომით ზომავს და შეიძლება შენ აი ამ ხვანცალის გარდა სხვა კონტენტი არ გაქვს შესათავაზებელი და ვერ თავაზობ, მაგრამ ჩემში ძალიან დიდი კონტენტი, მე თვითონ, ჩემი ცოდნაც და ჩემი ცხოვრებაც იმდენად საინტერესო და მრავალფეროვანია, რომ მე კონტენტი არ მელევა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ხო იცით ნათქვამი რომ სადაც ჩადიხარ იქაური ქუდი უნდა დაიხურო და გადავასვაფერებ ამ გამონათქვამს და რა დროც არის იმ დროს უნდა მოერგო, თუ კი ხალხზე და ხალხისათვის მუშაობ და დიახ, ის შეთავაზებაც, ჩაფიქრებაც და დაინტერესებაც იმ თემით, იმ საკითხით, იმ პროფესიით, რომლითაც მე ვარ დაკავებული და რასაც ვთავაზობ ჩემს აუდიტორიას, ხო? აი ესე, ახლებურად, სხვანაირად, სხვა რესურსებით, სხვა ფორმით და სხვა ფორმატით ხდება. და ამაზე მინდა ჩაგაფიქროთ, ახლა ვიცი რომ ბევრი თქვენთაგანი ასევე მუშაობს, ну შეიძლება ზუსტად ერთ-ერთი ჩემსავით ონლაინ არ მუშაობს, მაგრამ დღეს თანამედროვეობაში თუ სოციქსელებში არ ხარ წარმოდგენილი და არ ხარ წარმოდგენილი საინტერესოდ და თუ კონკრეტულ შენს პოტენციურ მომხმარებელს კონკრეტულ იმას არ აწოდებ და სიგნალს იმისათვის რომ ის არ დაინტერესდეს თუ კონკრეტულ ანკესს არ ჩაუგდებ რომ ის დაინტერესდეს სხვანაირად შენი საქმიანობა და შენი ბიზნესი ვერ წარმართება წარმატებულად. აბა რას ფიქრობთ ამაზე მომწერეთ? მეთანხმებით, არ მეთანხმებით, თქვენი აზრები მაინტერესებს ხოლმე ყოველთვის ძალიან.
თუ თვლით რომ ეს ვიდეო საინტერესოა, დალაიქეთ, დამიკომენტარეთ აუცილებლად და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს. 2014 წლიდან აქვე დავწერე მოდი ჩვენი საიტის იმას მისამართს აგერ IG ჩვენი Facebook გვერდი და ფაქტობრივად ყოველი ვიდეოს შემდეგ მე ჩვენი Facebook-ის თავარი გვერდი ჩვენი Facebook-ზე არის, თუმცა Insta-ზეც გვიპოვით და აგერ TikTok-ში ვართ, ასევე ვარ და YouTube-ზეც გვიპოვით. და აქვე დავამატებ რომ ის მეთოდები, ის მიდგომები, ის ინსტრუმენტები, რაც ადრე მუშაობდა, ეხლა აღარ მუშაობს. ცვლილებები ხდება გაცილებით უფრო სწრაფად ვიდრე ეს იყო ადრე. და ამისათვის უნდა ვიყოთ მზად. და სწორად ამ ყველაფერზე. როგორ გააკეთო შენი ცოდნის მონეტიზაცია? როგორ გააკეთო შენი ბიზნესი უფრო პოპულარული როგორ გახადო, გააკეთო კი არა, უფრო მოთხოვნადი, უფრო საინტერესო, როგორ იპოვო შენი კონკრეტული პოტენციური მომხმარებელი, როგორ დააინტერესო ის და როგორ გააკეთო გაყიდვები, ხო? სწორედ ამას ეძღვნება კურსი თვითპროდიუსირება და ამ თვითპროდიუსირების კურსზე გელით. კურსი იწყება დაგეგმილი არის 10 ნოემბერს. ახლა კიდევ მოქმედებს დიდი ფასდაკლება, განსაკუთრებული ფასდაკლებები არის ჩვენი ტრანსფორმაციული კოუჩინგის კურსდამთავრებულებისათვის, მაგრამ უცხოებისთვისაც სრულიად ახალი მოსული ადამიანებისთვის ეს გარკვეული ფასდაკლება არის ამ კურსზე. შესაბამისად, მოგწერეთ Facebook გვერდზე და შემოგვიერთდით.